გუშინ გვიან ღამით ქობულეთში გამგეობის შენობის წინ ფერმერების საპროტესტო აქცია გაიმართა. მეციტრუსეები ცენტრალურ მაგისტრალზე მანდარინის დაყრას და გზის გადაკეტვას აპირებდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. მათი განმარტებით გადაწყვეტილება არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ საწარმოსთან არსებული რიგების გამო მიიღეს. ფერმერები ასევე სხვა პრობლემებზეც საუბრობენ. მათი თქმით, საწარმოში შესვლა და მანდარინის ჩაბარება მხოლოდ ნაცნობობითაა შესაძლებელი. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ქობულეთის გამგეობასთან 7-მდე საპატრულო ეკიპაჟი და 50-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული. საკითხზე მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი რომანაძე აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით გამგებლის მოადგილე ადგილზე გამოცხადდა და გლეხების პრობლემები მოისმინა. ქობულეთის გამგებელი სატელეფონო საუბრისას განმარტავს, რომ პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი და იგი ამ ეტაპზე ნაწილობრივ მოგვარებულია. სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში გამგებელი პრობლემის მოსაგვარებლად ძალოვნების ჩარევის საკითხსაც განიხილავს. მე ჩამოვედი 27-ში, პატარა მოკლე რაფი, მაგ ტონა ნახვარი მანდ დაჭიტული, დგავა 27-ს მერე. მოვედი იქ ჩაწერა რაო, ავდექი წავედი სახლში. ჩამოვედი იმის შემდეგ, იმ შედი ჩაწერა არ არისო, დღეს ხდება რომ ის რიგი არ მიდის ახალი სიამიდის. უკუველი საქმეა. ჩემთათება ყველაფერი გებიძე, აგერ ჩვენი ბიჭები დგავართ. ნებისმიერ ბიჭმა თქواس, დაასაკუთრებდა 3-4 დღე თუ იმე პური აქ ნაჭა მე უკვე უკანასკნელი კაცი. ყველა მანდანავჭამ. გამოვიდა სია ვაფშე არა ვარ სიაში. მანდარინი წებანი ხარ პროცენტები დიდვას. ასუხი გავწუ რა უკნა მანდარინი. საწავი ხო. მან გადაწყვიტო დახურულია ქარხანა აღარ მოვიტანთ, ან უნდა მიიღო. მინისტრი მიიღო როგორც პრეზიდენტი. ამიტომ რიგები დარეგულირებულია იქ. ჩვენ წარმომადგენლებიც მისულები არიან იმაში, ანუ დილიდან ჩემი მოადგილე იქ არის. ანუ ერთადერთი რაც იყო და რაც მოხდა იქ, იგი რომ რიგების თემები ხელოვნურად აშკირებული თემა იყო რა. ამასაც გეტყვი პირდაპირ რა. საჭირო იქნება ძალოვნების ჩართვა, ძალოვნებს დაურეკავთ და გააკონტროლებენ რიგს. ანუ იქ რიგის პრობლემა მოიხსნება.